განათლების მინისტრის სკოლის დირექტორობის შესარჩევის სერტიფიცირების პროცესს გამოეხმაურა. თამარ სანიკიძის თქმით, კანდიდატების ნაწილმა პირველ ტურში მაღალი ქულა დააგროვა, მაგრამ გასაუბრება ვერ გაიარა. სწორედ ეს გახდა საბოლოოდ სერტიფიკატების ვერ მიღების მიზეზი. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღეს თამარ სანიკიძემ პედაგოგების ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა 2014 წლის ბიუჯეტში გაწერილი არ არის. რომ ტესტირებაში მიიღო ვინმე მაღალი ქულა არ ნიშნავს, რომ სხვა კომპეტენციებში და გასაუბრების დროს ეს მას დაუდასტურდება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს მთელი გამოცდა არის ძალიან ნორმალური პროცესი და გამოცდას და კონკურსს ყოველთვის მოყვება ხოლმე ან დადებითი ან უარყოფითი შედეგები, ანუ ზოგი აბარებს და აკმაყოფილებს, ზოგი ვერ აბარებს. ახალი აკადემიური წლიდან უკვე დაიგეგმება და განისაზღვრება მასწავლებლების ადგილი ამა თუ იმ კატეგორიაში. შესაბამისად კატეგორიიდან კატეგორიაში მოძრაობა უკვე მიბმული იქნება სახელფასოს ზრდასთან. ამიტომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ სახელფასო ზრდა მეტწილად ყოფილიყო დამოკიდებული თვითონ პედაგოგზე, ეს ნიშნავს იმასაც თავის მხრივ, რომ სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ რესურსების მობილიზება ამ კუთხით გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება. თამარ სანიკიძემ პროგრამა ცოდნის კარზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისა და დაფინანსების საკითხები განიხილება. მინისტრის განცხადებით, წელს პირველად სამაგისტრო პროგრამების დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია და გასაუბრება ორჯერ მოხდება. თამარ სანიკიძის თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრული არ არის. 2014 წელს ამას ორჯერ გამოვაცხადებთ იმისათვის, რომ პრობლემები არ შეექმნათ სტუდენტებს იმ აკადემიური წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რომელიც მონაცვლე და ცვალებადი არის უნივერსიტეტების მიხედვით საზღვარგარეთ. დღესვე განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო და 2014 წლის გეგმებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზეც ისაუბრა.